სულს აქვს ელექტრომაგნიტური თვისებები. გინდათ დაგიმტკიცოთ ეგ ამბავი? აი სული რა არის, ხო? ადამ თითოეული პიროვნება შინაგანად ყველას აქვს სული, ხო მასე? აი სული რო ვერ ხედავდეს რაღაცას. რაც არ უნდა ყველაფერი მთელი ქონდეს, თვალები, ტვინი და ყველაფერი. დაინახავს. ანუ ის ადამიანი მკვდარი რო იყოს, სული რო არ ქონდეს. დაინახავს, ვერ დაინახავს, ხო მასე? ესე იგი თავად სულთან შედის კონტაქტში ეს სინათლე, ხო მასე? აბა რო არ შედიოდეს სინათლე სულთან კონტაქტში. თითოეულ ჩვენთაგანის პიროვნებასთან შინაგან, აი ეგოსთან, სულთან. საბოლოო ჯამში რა, საბოლოო ჯამში. ხო ჩვენ ხედავთ ამას, ხო? ესე იგი სინათლე, ხო? კონტაქტში შედის ჩვენ სულთან. ცალ-ცალკე არ არიან, ცალ-ცალკე რო იყვნენ ვერ მოხდება თანახმის პროცესი. და სინათლე ელექტრომაგნიტური არის, ელექტრომაგნიტური ტალღაა. და ისე როგორ უნდა შევიდეს რაიმესთან კონტაქტში, მასაც რო არ ახასიათებდეს ელექტრომაგნიტიზმი. ესე იგი ახასიათებს სულს ელექტრომაგნიტიზმი. და თუ ელექტრომაგნიტიზმი ახასიათებს და რახან ტალღასთან შედის თვითონაც ელექტრომაგნიტურია და ელექტრომაგნიტური რას ნიშნავს ელექტრომაგნიტური, სადაც ელექტრომაგნიტიზმია, იქ გამოსხივება მასე. ესე იგი გამოდის რომ სიხშირე აქვს ჩვენ სულს. ესე იგი სულს აქვს სიხშირე, ენერგია და ის გამოსხივდება. აი და რახან სიხშირე აქვს, ხო? ესე იგი იქნებ მაგით განსხვავდება თითოეული ჩვენთაგანის სული სიხშირით. სიხშირით. ხო და თან ახლა რახან ადამიანი იზრდება, ვთქვათ. იზრდება. კი იზრდება, მაგრამ რო არ იგივე სული რჩება. ესე იგი რა გამოდის? სიხშირე არ ეცლება, ხო? სიხშირე არ ეცლება. და რა შემთხვევაა ესეთი, რომ სიხშირე არ ეცლებოდეს? აი მაგალითად პირიქით, როდესაც რაიმე ტალღის მიმართ მოძრაობა ხდება, ხო? ან მექანიკური ტალღის მიმართ, ან ელექტრომაგნიტური ტალღის მიმართ სიხშირე ეცლება ამ ტალღას. ეს ძალიან ადვილად მაგის დამტკიცება ყველა შეუძლია, ცნობილი მოვლენაა ეგ. ეგერა და თავად როცა ამობენ მეცნიერები, რომ სამყარო ფართოვდებაო, იმიტომ რომ ყველაზე ბოლო რაც თქვა ტელესკოპებიდან დაინახეს, თქვა სულ ბოლო ასე თქვა. ყველაზე შორს რაც დაინახეს, წითელი ნათებაა დანახული. და ამიტომაც ეძახიან, რომ ის სამყარო ფართოვდება და ესე იგი თანაც ფართოვდება რაღაცა სინათლის სიჩქარისთან დაახლოებული სიჩქარით და ჩვენ ხედავთ ამ წითელ ნათებას. არა ლურჯს, თქვა, ლურჯი რო იყოს მაშინ პირიქით. ჩვენ დაგვიახლოვდებოდა. წითელ ნათებას ხედავ, სულ წითლდება, ასე თქვა და წითლის იქით მიდის. რის გამოც ფიქრობენ, რომ სამყარო ხარ ფართოვდებაო. იმიტომ რომ რაღაც როცა შორდება სიხშირე უმცირდება. და როცა პირიქით შეესკერმოდეს სიხშირე ეზრდება. და სიცოცხლის შემთხვევაში მასე არ არის ადამიანი პატარა როა მაშინაც თვითონ არის და რო იზრდება მაშინაც თვითონ არის. ანუ ეს რაღაც სხვა მოვლენაა.
გამოიწერი არხი და გაგრძელება იქნება.